უკვე რამდენიმე წუთია, რაც თბილისის პოლიციის დეპარტამენტში არიან ლუკა ჭოხონელიძე და ალბი კორძაია, აქტივისტი ქალი. რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა პოლიციის დეპარტამენტში, თუმცა მას ამ საქმესთან დაკავშირებით მედიასთან არ უსაუბრია. რამდენიმე საათის წინ გაავრცელა მან სოციალურ ქსელში მიმართვა, სადაც განმარტა, რომ 3 წლის შემდეგ ამ საქმესთან დაკავშირებით ალაპარაკდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა ქალები დაიცვას. ქალბატონო ალბი, რომ გვესაუბროთ ამ საქმესთან დაკავშირებით, იქნებ გითხრათ ის, რასაც ვიდეოში ავრცელებდით. ჩვენს შემთხვევაში არის სხვა რეალობა. ხმას ვიღებ როგორც ყოველწლიურად მე, მაგრამ იმედია ეს ოდესმე დამიფასდება რამეში. ასე მსახურება ეს პირველ რიგში ეს ემსახურება ქალების დაცვას მსგავსი სიტუაციებისგან და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან აუცილებელი ამაზე ლაპარაკი. მეორე არის, რომ აუცილებელი არის, რომ რაღაც გარკვეული სტერეოტიპები დაიმსხვრას და ჩამოყალიბდეს რაღაც ახალი რეალობა, რასაც მე ყოველთვის მხარს დაუჭერ, სადაც ქალები ეს რაღაცებზე პრობლემად ლაპარაკობენ. რაც შეეხება ლუკა ჭოხონელიძეს, ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 6 საათზე გამოჩნდა, უკვე 2 საათზე მეტია, რაც ნაბიჯის ლიდერი გამომძებლების კითხვებს პასუხობს. მან შესვლამდე მედიასთან ვრცლად ისაუბრა ამ საქმესთან დაკავშირებით. ლუკა ჭოხონელიძე პირდაპირ ამბობს, რომ ის მზად არის დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. ჭოხონელიძე ამბობს, რომ კლანის სასამართლოს პირობებშიც კი მისი განმარტებით მისთვის ძალიან მარტივი იქნება საკუთარი სიმართლის დამტკიცება და მზად არის, რომ ამ ყველაფრისთვის იბრძოლოს. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქალი აქტივისტის ალბი კორძაიას მიერ გავრცელებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს და ახლა ალბი კორძაიას და ლუკა ჭოხონელიძეც თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სწორედ გამომძებლების კითხვებს პასუხობენ. არ ვაპირებ ბევრის ლაპარაკს, თუმცა ცალსახად რა მხარეც არ უნდა იყოს ამ ქვეყანაში, რა მხარეც არ უნდა იყოს მსგავსი ბრალდებების წაყენება ადამიანზე, მით უმეტეს თუ ეს არის მიზანმიმართული და ასე შემდეგ არის კატეგორიულად მიუღებელი. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რა მხარეც არ უნდა იყოს, იქნება ეს ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე საპირისპირო მხარე თუ იქნება ჩემი მხარე. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან მძიმე ამბავია, რა თქმა უნდა, ჩემთვის, როდესაც მსგავს რაღაცას ვინმე საჯაროდ საუბრობს, ხო, ეს სოციალურ ქსელში ასეთ ბრალდებას მიყენებს, ასევე გონია რომ იმ ადამიანისაც საკმაოდ მძიმე უნდა იყოს ეს ყველაფერი, ვინაიდან სიმართლე ყოველთვის აუცილებლად გამოჩნდება და აუცილებლად იზეიმებს ამის მჯერა. ჩემი პირველი ინტერესი გახლავთ ის, რომ ნებისმიერ ინსტანციაში მე ჩემი სიმართლე დავამტკიცო. რა მოტივი შეიძლება ქონდეს ნებისმიერ ინდივიდს, ეს ჩემთვის გაუგებარია. ლუკა ჭოხონელიძე მის უფლებადამცველთან ერთად არის დიღმის მთავარ სამმართველოში, რაც შეეხება ალბი კორძაიას. ის აქ რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილთან ერთად და სავარაუდოდ მისი გამოკითხვა წუთზე დაიწყება. ლუკა ჭოხონელიძე კი უნდა ვივარაუდოთ, რომ ძალიან მალე დატოვებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს და ცნობილი გახდება რა კითხვები ჰქონდათ მასთან გამომძიებლებს.